მიმდინარე გაკვეთილში განვიხილოთ, თუ როგორ ხდება იმპორტირებული საქონლის მიღების ოპერაციის შესრულება ორის ბუღალტერიაში და მასზე ხარჯების დადება. ბუღალტერია, მენეჯერული ოპერაციები, მიღების ოპერაციები. დავამატოთ მიღების ოპერაცია, ავირჩიოთ მომწოდებელი, რომელიც უკვე დამატებული გვაქვს პროგრამაში. ავირჩიოთ ვალუტა, ვთქვათ, საქონლის ბიძენდ დოლარში. სისტემამ კურსი ავტომატურად დაგვიფიქსირა ეროვნული ბანკის კურსი, რომელიც მოიმპორტებული გვაქვს უკვე პროგრამაში. თუ საქონლის მიღების კურსი არ ემთხვევა ეროვნული ბანკის კურსს, რომელიც დაფიქსირებული გვაქვს უკვე, მაშინ შეგვიძლია მოვნიშნოს კურსის ფიქსირება და მივუთითოთ სასურველი კურსი. ამჯერად მე ყველაფერს ხელუხლებელს დავტოვებ და გადავნიშნავ კურსის ფიქსირებას და დავამატებ საგანს. 1, რომელიც შევიძინეთ, თქვათ, 100 ცალი და ერთეულის ღირებულება არის 10 დოლარი. მეორე საქონელს დავამატოთ, ესეც შევიძინოთ 100 ცალი და ამის ერთეულის ღირებულება იყოს 15 დოლარი. გადავიდეთ გატარებების ტაბზე და შევქმნათ გატარება. შევასრულეთ გატარება, სადაც დაფიქსირებულია, რომ შევიძინეთ 2500 დოლარად ეს საქონელი, ჯამური ღირებულება ამათი 2500-ი. აქვე არის დათვლილი ექვივალენტებიც და დავხუროთ გატარებების ეკრანი. დავიმახსოვროთ მიღების ოპერაცია. შევასრულოთ კიდევ ერთი მიღების ოპერაცია. დავამატოთ ოპერაცია, ავირჩიოთ მომწოდებელი, ავირჩიოთ ვალუტა, დოლარში შევიძინოთ საქონელი ისევ, მივუთითოთ საქონელი, შევიძინოთ 100 ცალი, რომლის ერთეულის ღირებულებაც არის 10 დოლარი. დავუმატოთ მეორე საქონელის ოპერაციაში, ამის ღირებულება იყოს 15 დოლარი. გადავიდეთ გატარებებში და შევქმნოთ გატარება. დავხუროთ ეკრანი, დავიმახსოვროთ მიღების მეორე ოპერაცია. სისტემაში შესრულებული გვაქვს 2 მიღების ოპერაცია. ახლა ვნახოთ, თუ როგორ ხდება ამ მიღების ოპერაციებზე ხარჯის დადება. დავამატოთ ოპერაცია. დამყიდველი მომწოდებელში ავირჩიოთ ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი, ვისაც უხდით ხარჯის თანხას. საგანები ავირჩიოთ აქ ხარჯის ტიპი, ტრანსპორტირების ხარჯი, ვთქვათ, ეს უკვე დამატებული მაქვს სისტემაში და თანხა დავუწეროთ, რომ ეს არის 150 ლარი. ასევე აუცილებელია მოვნიშნოთ არის ინვოისის ხარჯი, მოსანიშნი. სისტემამ გამოყვა 150 ლარიდან DRG 18% და 150 ლარს მინუს 22 ლარი და 98 ცენტს გადაანაწილებს საქონელზე ხარჯის სახით. გადავიდეთ ახლა ხარჯის გადასანაწილებელი ინვოისების საგნებზე და დავამატოთ აქ ჩვენს მიერ შესრულებული მიღების ოპერაციები. ავირჩიოთ ეს ჩანაწერები და დავაჭიროთ OK-ს. სისტემამ გაგვიმზადა სასაქონლო სია, რომელიც გვაქვს ჩვენს მიერ დამატებულ მიღების ოპერაციებში. ხარჯის თანხის ველი ჯერჯერობით სარიელია, მანამ სანამ ჩვენ არ დავაჭერთ ღილაკს, გადავანაწილოთ ხარჯი ველის მნიშვნელობების პროპორციულად. შეგვიძლია ასევე ხელითაც მივუთითოთ ხარჯის თანხები. აი ვთქვათ, მე ახლა აქ მივუთითებ 30 ლარს. მაგრამ აუცილებელია ხარჯის თანხა არც მეტი იყოს და არც ნაკლები გადასანაწილებელი ინვოისის ხარჯზე, ამ თანხაზე. გადავიდეთ ახლა გატარებებში და შევეცადოთ შევქმნათ გატარება. ეს თანხა განსხვავდება 127 ლარი და 12 თეთრისაგან და შესაბამისი შეტყობინებაც გამოიტანა სისტემამ. გადასანაწილებელი ინვოისის ხარჯი განსხვავდება სიაში არსებული ჯამური ხარჯისაგანო. დავხუროთ ეკრანი და ისევ შეგვიძლია დავაჭიროთ ამ ღილაკს და ავტომატურად გაასწორებს სისტემა. ასევე შესაძლებელია ამ ეკრანიდან გავიტანოთ მონაცემები Excel-ში, ჩვენს მიერ დაწერილი რაღაც ლოგიკით, შევცვალოთ ხარჯის თანხები და მოვიიმპორტოთ ისევ უკან
ეს მონაცემები. ეხლა მე გავაექსპორტებ Excel-ში ამ მონაცემებს. დაფორმირდა Excel-ის ფაილი, აქ მე შევცვლი თქვათ ეხლა ხელით შევცვლი ფასებს და თანხებს და დავწერ, აქ იყოს თქვათ 30 და აქ იყოს 33. დავიმახსოვრებ ამ შეცვლილ მონაცემებს და მოვიიმპორტებ. დავაჭიროთ OK-ს. ესეც ჩვენს მიერ მოიმპორტებული შედეგები. დავხუროთ ეს ეკრანი და შეცვლილი ინფორმაცია აისახა ამ ეკრანზე, აქ 25-ის ნაცვლად გაჩნდა 30 და აქ 38-ის ნაცვლად წერია 33. გადავიდეთ გატარებებში და შევქმნით ხარჯის დატების გატარება. შევქმნით ხარჯის დატების გატარებები, რომელსაც აქვს ესეთი სახე. დავხუროთ ახლა ეკრანი და დავიმახსოვროთ ხარჯის დატების ოპერაცია.